ჟენევის მოლაპარაკებების მე-60 რაუნდიც მოლაპარაკებების შეწყვეტით დასრულდა. საკუთარ სახლებში დევნილების დაბრუნების საკითხის წამოწევისთანავე რუსულმა მხარემ შეხვედრა დატოვა. მე-60 რაუნდის ფარგლებში მხარეები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ეგრეთ წოდებული გალის შეხვედრების აღდგენის საკითხსაც შეეხნენ, თუმცა რუსეთის მხრიდან კვლავ გაგრძელდა ვაჭრობა და პირობების წამოყენება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რუსეთის მხრიდან გრძელდება ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებით ვაჭრობა და არის მცდელობა აღნიშნული თემები გამოყენებული იყოს როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი ქართულ მხარეზე. ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში არის ძალიან მძიმე. განსაკუთრებულად ეს უკავშირდება ჰუმანიტარულ მძიმე მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ მოწმენი ვართ იმისი, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა და ფაქტობრივად შევიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოება, რომელიც დღეს ცხოვრობს ლეგიტიმურად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის მძევლად აყვანილი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით ჯემალ გამახარი აირჩიეს. ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების მოთხოვნათა შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით 16 ხმით ერთის წინააღმდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ჯემალ გამახარიას დაუჭერეს მხარი. ჩვენ ხმა მივეცით სხვათა შორის ერთ ხმად ბატონ ჯემალ გამახარიას, ის ძალიან ცნობილი ისტორიკოსია, უახლესი ისტორიის მკვლევარი და მცოდნე, ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე, ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, ძალიან სკრუპულიოზულად და გაფაცისებით ეკიდება იმ განაწესს, რომელსაც ჩვენი დევნილი მოქალაქეები აძლევენ აფხაზეთიდან დევნილ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს. და ჯემალ გამახარიას აქ დამსრე კოლეგებისგან 95%-იანი მხარდაჭერა და ეს მან დაიმსახურა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ბატონ ჯემალის ხელმძღვანელობით, სპიკერატი, კომიტეტები იცით, რომ ეს არის მუშა ორგანო, ძირითადი უმაღლეს საბჭოში, ფრაქციები მართლაც და აქ არიან ის დეპუტატები და ეს არის ის უმაღლეს საბჭო, რომელიც თავის დროზე 91 წელს აირჩია მთელი აფხაზეთის მოსახლეობა. დღევანდელი არჩევნები ჩატარდა აფხაზეთის კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად. ცნობილია, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ირჩევა 5 წლის ვადით. დრო იცვლება, მოთხოვნები იცვლება, შეხედულებები იცვლება, არა მარტო შიგნით, არამედ გარეთ. ამიტომ ეს გამოწვევები, რომელიც არის, ამ გამოწვევებს სხვანაირი გამკლავება ჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ბატონი ჯემალი ახალი ენერგიით, ახალი ხედვით პოლიტიკურ სარბიელზე, რომელსაც ის უკვე დიდი ხანი ეწევა, აქაც გამოჩნდება რაღაც სიახლეები. მოქმედი თავმჯდომარე ჯემალ გამახარია თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატურა იყო. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მეორე ვადით კოლეგებმა ამირჩიეს ძალიან მაღალი ქვორუმით. ეს არის ამ განვლილი წლების განმავლობაში აქ ჩატარებული მუშაობის ერთგვარი შეფასება. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც გვეკისრება. უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარის არჩევნები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მეორე თავის, მეოთხე მუხლის პირველი პუნქტისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-12 თავის მესამე მუხლის შესაბამისად ჩატარდა. თბილისსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივაზე ისაუბრა აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ. მისი თქმით, ოდესმე ეს ალბათ მოხდება და სასურველია იყოს უახლოეს მომავალში, თუმცა ბჟანია დეოკუპაციის პროცესს კატეგორიულად გამორიცხავს. ინტერვიუში აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა მოსკოვთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაინტერესებულია ეგრეთ წოდებული სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანებით რუსეთთან და ბელორუსთან ერთად. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურმა ცენტრმა არგუმენტებისა და ფაქტების მიცემული ბჟანიას ინტერვიუს შეფასება ქართველ ექსპერტებს თხოვა. ყველაფერი ახალი თქვა, რაც მან თქვა. ადრე ძველ ხელმძღვანელებს, ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტებს ასეთი განცხადება არავის არ გაუკეთებია. მას მაინც იმედი აქვს და განაცხადა კიდეც ამის შესახებ, რომ როდესმე
დამთავრდება ეს კონფლიქტი და შევრიგდები და თან იმასაც ახსენებს, რაც მალე იქნება, მით უფრო უკეთეს. ამას ვამბობთ ჩვენ ყოველთვის და ამისკენ ვიყავით ჩვენ მოწოდებული. ფშანიამ ყველაზე კარგად იცის, რომ მძევალია დღეს აფხაზეთი რუსეთის ხელში. მე მაინც უკავშირებს ფშანიას ასეთ საუბარს სომხების ლობის გააქტიურებას კრემლში. რადგან ფშანიამ ამის საუბარი დაიწყო, ესე იგი უჭირს, გაუჭირდა მას და მიხვდა, რომ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა საშველი არ ეკნება აფხაზებს. ბჟანიას ამ ტიპის მოსაზრებებს ისინი არ არის ახალი, ჯერ კიდე დე-ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევამდე ის აკეთებდა ამ ტიპის გზავნილებს, რომ აუცილებელია ქართულ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება, თუმცა ყოველთვის ხაზს უსვამდა პოლიტიკურ პრობლემებს და წინაპირობად აყენებდა საქართველოს მხრიდან აღიარებას საკუთარი დანაშაულისა ამ კონფლიქტში და აღიარებას აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა. შემდგომში ეს რიტორიკა შეიცვალა, თუმცა გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ამ აზრმა ისევ, ასე ვთქვათ, წამოჰყო თავი და საკუთარი მომხმარებელიც იპოვა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტიპის ურთიერთობებს გარკვეული პერსპექტივა აქვს, იმიტომ რომ როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხარისათვის სასიცოცხლო და აუცილებელი თუ არა სასარგებლო მაინც არის ეს ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც არა მხოლოდ ეკონომიკური ვითარების გამოსწორებაზე იქნება მიმართული, ასევე კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე და მის საბოლოო ფართომასშტაბიან, ან სრულმასშტაბიან პოლიტიკურ მოგვარებაზე. რუს ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს გაგრაში პრინც ოლდენბურგელის სასახლის იჯარით გასაცემად, მისი სავალდებულო რესტავრაციით. განაცხადა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს ხელმძღვანელმა გარი სანგულიამ. მისი თქმით, სანამ არ იქნება გარანტიები, რომ დაცული იქნება კანონმდებლობა, არავითარი ხელის მოწერა არ იქნება. საწყისი დოკუმენტები კი შეთანხმებულია, რომლებიც რუსმა ინვესტორებმა უნდა განიხილონ. განაცხადა სანგულიამ. ამ ფაქტს ეხმაურებიან ქართველი ექსპერტებიც. მათთვის მიუღებელია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მნიშვნელოვანი ობიექტების გასხვისების თემა და აცხადებენ, რომ არც ერთ ასეთ შეთანხმებას ძალა არ აქვს. ოლდენბურგელის სასახლე ახლა მე ვიცი, რაც არის, როგორიც არის და ახლა ეგენი უწოდებენ იჯარით აძლევენ ვიტო. მაგრამ ეს ვერ მოატყუებს აფხაზეთის ხელს, ვერავის ვერ. ეს იჯარით აღება კი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ სამუდამოდ წაიღებს რუსი მას. ისევე როგორც სამუდამოდ წაღებული ბევრი საკურორტო ობიექტები. უჭირს რუსს, ასე თავისუფლად არტყობს აფხაზი. ეხლა ამას დიდი ამდები მოყვება ამებას. მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს ოპოზიცია. ვერაფერს, იმიტომ რომ მათი ხმა არის ეს. ნებისმიერი შეთანხმება, ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც უძრავ ობიექტებზე, ქონების უძრავ ობიექტებზე იქნება მიმართული ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, ცნობილია ბათილად. ის, რაც იქ ქართული მოსახლეობის გარეშე ხდება, კონფლიქტის მოგვარების შემდეგ უნდა იქნას გადახედილი. ეს ეხება სახელმწიფო ქონებასაც. დღეს რთულია თქმა იმისა, საბოლოო ჯამში რა იქნება. მე არ გამოვრიცხავ შეთანხმების შესაძლებლობას, თუმცა მიმაჩნია, რომ ქართული მოსახლეობის დაბრუნებამდე ამ ტიპის გადაწყვეტილებები მიღებული არ უნდა იქნას. გარი სანგულიას თქმით, თავიდან შესრულდება სამუშაოების ესკიზური პროექტი, რომელსაც აფხაზური მხარე შეისწავლის. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ინვესტორი ნებართვას სარემონტო სარესტავრაციო სამუშაოების პროექტის შესამუშავებლად. ოკუპირებული აფხაზეთის ბანკმა გამოუშვა სამახსოვრო მონეტა აფსხა ლეონ, რაც მეფე ლეონს ნიშნავს. ოქროს მონეტა 25 აფსარის ნომინალით გამოვიდა ტირაჟით 300 ცალი. როგორც აფხაზური პრესა იუწყება, მხატვრობა რუსლან გაბლიას ეკუთვნის. ნომინალის რევერსზე გამოსახულია მეფე ლეონი, ავერსზე აფხაზეთის სამეფოს რუკა ქალაქებით ანაკოფია და კუეტეში. აქვე დახატულია ღია ხელის გული.
აფხაზური მხარის მიერ ფულის ერთეულის გამოშვება პირველი შემთხვევა არაა. საზოგადოებას ახსოვს რამდენიმე წლის წინ ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით გამოცემული კუპიურის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი. თავისთავად ეს არის რასაკვირველია რუსული პროპაგანდის ნაწილი და თქვათ აქ მხოლოდ აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობაზე არ არის საუბარი, რასაკვირველია მათ გადაწყვეტილებაზე. იცით რა შესაქმე, ეს არ არის პირველი შემთხვევა. უკვე მე რამდენია, მე მგონი მე-20 თუ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ეს უკვე სტატისტიკაა სამწუხაროდ, უკის დატანა ეს უკიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. იმიტომ რომ თქვენ ნახავდით ალბათ რომ მთელი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთით რაჭის ჩათვლით, მოკლედ სრულად არის ეს ყველაფერი, იცით რა არის ერთი მხრივ როგორც ისტორიკოსისთვის ეს თითქოს სასაცილოც არის, მაგრამ არანაირად არ გვეცინება ამაზე, იმიტომ რომ ქართველებს შუა საუკუნეებში აფხაზებს ეძახიან. აფხაზთა მეფეებად არის ყველა მოხსენებული, აფხაზთა დედოფლებად ვართ მოხსენებული. ქართველი ნუმიზმატების აზრით მონეტის ამ სახით გამოცემით ცალსახად ისტორიის გაყალბებასთან გვაქვს საქმე, რის მომსწრეთ არაერთხელ ყოფილვართ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში. მთავარი უბედურება არის ის, რომ მათ ამ ყველაფრის უკან დგას ისტორიის გაყალბების მცდელობა. ეს არის ყველაზე მძიმე რამ, რაც შეიძლება მათ გააკეთონ და ეს ჩვენ დასაუბედუროდ წარმატებით გამოსდით, იმიტომ რომ ნუმიზმატიკა არის ერთ-ერთი ისეთი წყარო, რომლის გაყალბებაც ფაქტობრივად ნიშნავს მთლიანად ისტორიის გაყალბებას, იმიტომ რომ ყოველთვის მონეტის უკან სახელმწიფო დგას. ფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ბრძოლა, სამეცნიერო ბრძოლა გამოსაცხადებელი და ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ სამეცნიერო გამოცემები, პუბლიკაციები და ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ ამ მიმართულებით. ჟიული შარტავა და აფხაზეთის კონფლიქტი. ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა. ეროვნული გმირის 80 წლის იუბილეისადმი მიწვეულ ღონისძიებაზე გაიხსენეს მის მიერ განვლილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გზა. გამომსვლელებმა ისაუბრეს მასზე როგორც სახელმწიფოებრიობის, ერის და საზოგადოების ერთიანობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითზე. აღინიშნა, რომ 2024 წელი ჟიული შარტავას საიუბილეო წელი და მსგავსი ღონისძიებები. მნიშვნელოვანია მისი სახელის უკვდავსაყოფად. მოვისმინეთ ძალიან საინტერესო მოხსენება, რომელიც წარმოადგინა სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა დაზმირ ჯოჯუამ. ფაქტობრივად მოხსენება გახლავთ ჟიულის მოღვაწეობის, აი ბოლო თვეების განმავლობაში მისი მოღვაწეობის მეცნიერული ანალიზი, მისი სამშვიდობო გეგმები, რა გეგმები იყო, რა განხორციელდა, რა ვერ განხორციელდა, რატომ ვერ განხორციელდა და რა მნიშვნელობა აქვს ამ იდეებს ხვალისთვის და ზეგისთვის, როდესაც ჩვენ კვლავ მოგვიწევს აფხაზებთან ერთად ჩვენს მომავალზე მსჯელობა. აფხაზეთის ომის ჩასაქრობად ჩავიდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და დღეს ჩვენ გვაქვს შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩვენ მისი საოცარი თავგანწირვის კვალობაზე ხვალ აფხაზურ ქართული ჩატეხილი ხიდი, სათვის ეს მაგალითი ცუდად თუ არ ჟღერს გამოვიყენოთ. მისი საგრილის უდავყოფა არ არის თქვა თარიღებთან დაკავშირებული, არ იქნება მის დაბადებისა და სიკვდილის დღეებთან დაკავშირებული, ეს არის მუდმივი და პერმანენტული პატივმიგება და მაგალითი იმ ახალგაზრდობისათვის, რომელიც მოდიან ჩვენს მერე და რომელმაც იცოდეს უნდა ვინ იყო და რა გააკეთა ჟიული შარტავა. გავრცელებული ინფორმაციით ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მხატვართა კავშირის შენობაში, რომელიც იანვარში დაიწვა, სურათების გალერეის ფონდის რამდენიმე გადარჩენილი ნამუშევარი იქნა აღმოჩენილი. გალერეის დირექტორის სურამ სარქანიას თქმით, შენობის გაწმენდისას მეორე სართულზე, რომელიც სურათების ფონდს ეკუთვნოდა, იპოვეს ვალენტინა ხურხუმალის სკულპტურული კომპოზიცია.
პატარა მხედრები. გადარჩა ასევე ალექსანდრე ჩაჩბა-შარვაშიძის რამდენიმე ნამუშევარი. ასევე თეატრალური დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები. მოგვიანებით სურამ სარქანიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ხანძრისგან დამწვარ შენობაში არავითარი სურათები არ არის ნაპოვნი. მათ მხოლოდ დეკორატიული სკულპტურის რამდენიმე ნატეხი და თეფში იპოვეს, რომელთა აღდგენაც მოხდება. ამ თემაზე დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობენ თბილისში. როგორც აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ჯემალ ბასარია ამბობს, მომხდარი ხანძრის შემდეგ ჰქონდათ სატელეფონო საუბარი სოხუმში და თავის მხრივ დახმარებაც შესთავაზეს. ჰქონდა კომუნიკაცია იქ სოხუმის კულტურის სამინისტროსთან და უთხარით რა შეგვიძლია, რომ აქ უკვე რაღაც პოლიტიკა არ იყო, აქ უბრალოდ იყო თანადგომა. და ჩვენ გამოვხატეთ ეს თანადგომა აფხაზეთიდან აქ მყოფმა მხატვრებმა დახმარების კუთხით. მადლობა გადაგვიხადეს და გითხრეს, რომ აუცილებლად დაგვიკავშირდებოდნენ, როდესაც გაარკვევდნენ ყველაფერს, რა კუთხით რა დახმარება სჭირდებოდათ. აი ეს არის და აი ინფორმაცია იმ შესახებ თუ რა დაიწვა, რა გადარჩა და ასეთი ოფიციალური არ არის. მე კარგად ვიცი ქალბატონის მირი, რომელმაც ბევრ რაღაცა გააკეთა, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, რომ ნამუშევრები არის ნახული და გადარჩენილი სამწუხაროდ ალბათ არ არის. სხვადასხვა ვერსიები არსებობს, ახლა მე არ მივყვები იმას, რომ ვიღაცამ რაღაცა შეინახა, გადაინახა და ამას მე ვერ ვიტყვი, მაგრამ სინამდვილეში ოფიციალურად არ არის. მე არ ამგონია ახლა ამდენი ცეცხლის და ამდენი წყლის მერე რამე გადარჩენილი იყო იქ. რამე თუ გადარჩა, ეს უცებ ცნობილი იქნებოდა. ახლა 2 თვის მერე რა აღმოაჩინეს, დამალული თუ იყო, სხვა არის და იქ მე არ ამგონია გადარჩენილი იყო. ქართველი მხატვრები თავის მხრივ ზადყოფნას გამოხატავენ აფხაზი კოლეგების დასახმარებლად. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები დახმარების ფონდის შესაქმნელად. ჩვენ გამოთქვით სურვილი ახლა ჩვენი სამინისტროების დონეზე, ჩვენ აფხაზეთის ჩვენ ვაპირებთ რას იცით, მაინც ახლა იმის მე რასაკვირველია იმას ვერავინ არ აღადგენს იმ ნამუშევრებს. ჩვენ გამოთქვით სურვილი ახალი თაობის ნამუშევრების შეძენა, ჩვენ გვინდა ფონდის შექმნა აფხაზეთის მხატვრებში. არიან მართლა ცნობილი მხატვრები არიან ჩვენ რეგიონში და მინდა ნამუშევრები შევაგროვოთ და გავუგზავნოთ იმათ. კარგი ნამუშევრები, ასე ღირებული ნამუშევრები, მაგრამ ეხლა პრობლემაა, იმიტომ რომ გითხეს, რომ მაინც არ მიიღებენ და ცნობილი არც მიიღებენ, იმიტომ რომ მაგათ ცოტა სხვა პოზიცია უჭირავს ქართველებთან მიმართებაში, მით უმეტეს ჩვენთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა კერძო შეხვედრებში კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ აი ოფიციალურ დონეზე ვერაფრით ვერ გადავლახეთ ეს იმათ ეშინიათ იმის რომ ვიღაცა გაიგებს, ნუ ვიღაცა ცნობილია, ვინ გაიგებს და იმათ მოხდებათ რაღაც უსიამოვნება. ოკუპირებული აფხაზეთის პრესაში არაფერია ნათქვამი ქართული მხარის მიერ შეთავაზებული დახმარების შესახებ. სამაგიეროდ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაფხულში იქ დასახმარებლად ელოდებიან რუს რესტავრატორებს, რომლებიც ხანძრისგან გადარჩენილ სურათებზე იმუშავებენ. სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში მორიგი თეატრალური სეზონი მიმდინარეობს. სტუმარი, ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც 2022 წელს დაიდგა და დღემდე რეპერტუარშია. ინგლისელი მწერლის ჯონ ბოინტონ პრისტლის კლასიკად ქცეული პიესის, ინსპექტორის ზარის მოტივებზე გადმოქართულებული სცენარის რეჟისურა დასის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით საყვარელიძეს ეკუთვნის. საოცრად საინტერესო სიუჟეტი არის. ინგლისური დეტექტივია, რომელიც ჩვენ გადმოვიტანეთ ძველ თბილისში 1912 წელს ხდება თბილისში. ამ სპექტაკლს მოყვა მერე ტელესერია, რომელიც პირველმა არხმა გადაიღო აი ამ ჩვენი პიესის მიხედვით და მოკლედ ასე ვთქვათ, რას ჩაფიქრებული ქონდა, ის გამართლა. და მიხარია, რომ არტისტები, მსახიობები არიან ძალიან კარგები და საერთოდ ისეთი საინტერესო მოკლედ პროცესი გაიმართა ამ სპექტაკლის გარშემო. ნაწარმოები, მასში წამოჭრილი პრობლემებით
აქტუალური თემატიკით მაყურებელმა მაშინვე გაითავისა და შეიყვარა. სპექტაკლში მონაწილე წამყვანი მსახიობების საშემსრულებლო ოსტატობამ და პროფესიონალიზმა კი სპექტაკლის უპირობო წარმატება განაპირობა. ძალიან საინტერესო, მისტიური დეტექტივია, ჟანრობრივად, ოჯახურ დრამასაც დავარქმევდი და რა ვიცი, მაყურებელი ძალიან ინტერესით ადევნებს ხოლმე თვალყურს, დიდ სიამოვნებას იღებენ, როგორც მათ სახეებზე ვამჩნევთ და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ვისაც არ აქვს ნანახი, გვეწვიან, მოვიდნენ, ნახონ, ძალიან გაგვახარებენ. მაყურებელმა თავიდანვე ძალიან დიდი მოწონებით მიიღო, დიდი ინტერესი იყო და ყველა ჯერზე ამ ინტერესით მოდიან. რაც შეეხება თვითონ სამსახიობო გუნდს, თავადვე და მე თანხმებით, რამდენად მნიშვნელოვანი არტისტები არიან ჩემს პირადად ჩემს გვერდითაც და მე მათგან თითო რეპეტიციაზე, თითო სპექტაკლზე ძალიან ბევრს ვსწავლობ და მოხარული ვარ და პრივილეგირებული, რომ მათთან ერთად მიწევს ამ საქმის კეთება. სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს უმასპინძლა. თეატრალურმა დასმა აკაკი წერეთლის ცნობილი პოემა გამზრდელი წარმოადგინა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, სცენოგრაფი და მუსიკალური განფორმებელი ნიკოლო საბაშვილია. გამზრდელის პრემიერა მესხეთის თეატრში პირველად 2023 წლის 10 აგვისტოს შედგა. სახელმწიფომ გამოყო ძალიან დიდი თანხა იმასთვის, რომ რეაბილიტაცია utardeba მესხეთის თეატრს. და ეს აძლევს საშუალებას დას რომ იმოგზაურონ სხვადასხვა თეატრებში და ძალიან გვიხარია რომ ესეთი ეს გასტროლო ტურნე ჩვენგან დაიწყო სოხუმის თეატრში არის გასტროლებით. მე პირველად თამაშობ ამ სცენაზე ამ წარმოდგენას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ თეატრს მასპინძლობისათვის გვერდში დგომისათვის სიმბოლურია რაღაც თვალსაზრისით ამ თეატრში თამაში ნაწარმოებიდან გამომდინარე პერსონაჟს თუ ავიღოთ ერთ-ერთ პერსონაჟს სწორედ აფხაზი გმირია